როგორ ვიპოვოთ შვილთან ურთიერთობის ოქროს წესი, ისე რომ მეგობრობაც გქონდეს და თან მშობლის როლიც, რადგან შვილებს აკრძალვები არ უყვართ და სიმკაცრეო. რა ვქნათ, აბა როგორ ვიპოვოთ ახლა? ეგ შვილებს უნდა ვკითხო. უნდა ვიმეგობროთ. ოღონდ მეგობრობა, ახლა მეგობრობაში როგორ არის, რომ რთული საკითხია, ეგრე მარტივი არ არის, მაგრამ ახლა ნახეთ როგორი ამბავია. გააჩნია ასაკს. გააჩნია თვითონ შვილს, გააჩნია კიდე ამ ურთიერთობას. ახლა როცა ახლა თან ისეთი დროა, რომ ღვინო ახალი დაწურული აქვს ხალხს. ახლა უკვე მაჭარი აღარ არის, მაგრამ როცა მაჭარია, არ შეიძლება იმას თავი დაახურო. რა მოხდება, იცი? გახეთქავს. ღვინოთ დაიკარგება, ის ბოცაკი და გატყდება და აღარ ივარგებს. როცა დუღს ცოტა უნდა მოუშვა. თორე გააფუჭა. აი წარმოედგინეთ, მე ერთხელ მოძღვარმა ესეთი რაღაც მითხრა. ოღონდ ის მითხრა მოძღვრისა და სულიერი შვილის ურთიერთობაზე, მაგრამ ეს მშობლისა და შვილის ურთიერთობაზე ძალიან კარგად მოქმედებს. აი წარმოედგინეთ, ახლა მშობლებისთვის ალბათ ეს მშობლის დაწერილი შეკითხვა. ცხენზე რო იჯდე და აღვირი, რითაც შენ ცხენს მართავ, რო იყოს, აი დამპალი რო იყოს. დამპალი რას ნიშნავს, რომ უცბად თუ მოკაჩავ, შეიძლება გაწყვიტო. და მე ვეღარ მართავ იმ ცხენს. მომართალი. აი შვილთან ურთიერთობაც რაღაც ამას გავს. ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო. არ შეიძლება რაღაც აი უცბად რაღაცა აფეთქდე და კიდე რისი თქმა მინდა იცით? არა მარტო შვილთან, ნებისმიერ ადამიანთან ურთიერთობა მე შევადარებდი ასეთ რაღაცას, რომ აი წარმოედგინეთ, რომ 100 გასაღები რო გქონდეს, 100 გასაღები და ერთი კარები იყოს გასაღები. ახლა ჩვენ რას ვაკეთებთ? არ ვიცით რომელი გასაღები აღებს. რა ჭირდება იმას, რომ ყველა მოსინჯო? დრო, ნერვები, მოთმინება, ხო ჭირდება. მაგრამ ჩვენ მშობლებს სამწუხაროდ, აი ხა მე ჩემ თავზე ვამბობ ბავშვებო, არ გეგონოთ რომ თქვენ მშობლებზე ვლაპარაკ. ჩვენ რა გვინდა იცით? ამოგვივა ყელში, აი 35 გავსინჯეთ და არ მიდის და რა აიღებ და რაღაცით შეამტრა. და რა გამოდის? აღარც ლიტე ვარგა და აღარც გასაღები და აღარც კარები. ანუ ჩვენ უცბად გვინდა რომ მოვაგვაროთ. მშობელი უნდა დაუჯდეს შვილს, დაელაპარაკოს, აუხსნას, რატო არ არის ეს კარგი. მარტო ის კი არა, შვილო ეს არ გააკეთო. აუხსნა უნდა, დაუჯდე, დრო გამოყო, მოეფერო, დაარიგო. ის დარიგება გამოიღებს შედეგს. ახლა გუშინ ბავშვები იყვნენ აქ ჩვენი ერთ-ერთი სკოლიდან, მეშვიდე სკოლიდან, ისინი მეკითხებოდნენ, რომ სისტემატურად უნდა ჩაერიოს თუ არა მშობელი ბავშვის ცხოვრებაში. ერთი ის რომ მშობელი ჩაერევა, იმიტომ რომ უყვარს და ვერ იზავს ისე რომ არ ჩაერიოს. აი რო გიყვარს და რო ხედავ რომ ის ცუდად შეიძლება დამთავრდეს ის რაღაცა, როგორ არ ჩაერევ. მაგრამ იქ ზომიერებაა საჭირო. ზოგი, ესე იგი, უკვე ცოლშვილი რო ყავს, მაშინაც მაპატიეთ ამ გამოთქმისთვის, მაგრამ სხვანაირად ეს უხდება. იქ მაშინაც ცხვირს ყოფს. და იქ აღარ ეხება უკვე იმას. შეიძლება რაღაცა ურჩიო. რაღაცა გააკეთო, მაგრამ ზოგს ძალიან მეტი მოსდის. ისე რომ აი